მაგარი ბლოგერი ხარ, ანა, საღო. ო ვაუ. ანუ ძალიან დაგდურო, ვერ ვიტყოვე ოთახი. ხელს არ გავანძრევ. წარმოდგენა არ მაქვს ამ ვლოგს როგორ დავამონტაჟებ, იმიტომ რომ ყოველ დღე მგონი 2 წუთი მაქვს გადაღებული და მეტი არა. კი, როგორც მიხვდით, ეს ვლოგი იქნება ცოტა ქაოსური, ცოტა გრძელი, იმიტომ რომ ამ ქალაქში დავრჩი დაგეგმილზე დიდხანს და ძალიან კარგი ვლოგიც გამოვა, იმიტომ რომ ეს არის ქალაქი, სადაც ყველაზე კარგი გამოცდილება დავაგროვე და ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები. პირველი რაც ყველაზე კარგად მახსენდება იყო ლაშქრობა ჩიანგმაიში, ამიტომ დავიწყოთ ლაშქრობის პერიოდით, თუმცა ამაზე მაქვს პატარა TikTok-იც და შეგიძლიათ რომ დეტალურად უფრო იმ ვიდეოში ნახოთ. ძალიან შემთხვევით ვიპოვე რაღაც ეს რა ქვია WhatsApp ჯგუფი ჰაიკერების რა ჩიანგმაიში და დავაფუშინგე ეს ხალხი და 15 კაცი წამოვიყვანე ლაშქრობაზე. ესენი შორს არიან. ესენი ახლოს არიან. აი მოდიან. So, ამის პატარა vlogs დავდარ TikTok-ზე და Instagram-ზე, იმიტომ რომ ვერტიკალურად ვიღებ და ერთდროულად ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ერთი და იგივე რაღაცების გადაღება არ შემილია. გუშინ შევიცვალე ჰოსტელი, მაგრამ არ გადამიღია და მოვიწყდა. მაგარი ბლოგერი ხარ, ანა, საღო. ო ვაუ. აბლონის მადები. აქ ყოფნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ვიგრძენ თავით სულად, ძალიან მარტოდ. მაგრამ აი დღეს რაღაცნაირად ეს ლაშქრობა ღმერთო, ანუ რა სიგრძეც არ უნდა დავთარო. უბრალოდ ფეხით სიარული ბუნებაში არის, ანუ არ ვიცი რა შვება, ყველანაირი ნეგატიური ემოცია უბრალოდ გამოაქვს ტვინიდან. ანუ უბრალოდ კარგად ხდები. ყოველგვარი მიზეზის გარეშე უბრალოდ კარგად ხდები რა. და მგონია რომ აი რაღაც ეს რო არსებობს, უბრალოდ მაქვს ყველა ამ მდგომარეობიდან გამოსვლის, არ ვიცი, რაღაც გასაღები, ხელსაწყო. იმიტომ რომ დაახლოებით 3 საათი გავატარეთ აქ, ეხლა უკანა გზაზე მივდივართ. ეს ხალხი მე შევკრიბე. არ ვიცი როგორ ვიპოვე ჩატი WhatsApp-ზე ჰაიკერების ჩიანგმაიში და მე რო ვიღაცამ დაწერა ლაშქრობა მინდაო და მეც კი და დავაფუშინგე ეს ხალხი და აი რაღაც 15 ადამიანი 15 უცნობი ადამიანი აი მსოფლიოს რამდენი ქვეყნიდან ძალიან ცნაურად, მაგრამ ძალიან საყვარლად და აი არ ვიცი, ხალხო უბედნიერესი ვარ. ჩემი ტაილანდში ყოფნის თვეზე მეტი არის რა, თვეზე მეტი გავიდა. ესეთი ბედნიერი არც ერთ დღეს არ ყოფილა უბრალოდ, არც ერთ დღეს. დღეს არის 12 თებერვალი და ეს არის შემდეგი ერთი კვირის ვლოგი. ეხლა მივდივარ სამუშაო coworking სივრცეში, რომელიც ძალიან პოპულარული არის აქ. და უნდა ვიმუშაო ცოტა ხანზე მეტ ხანს. და ხვალ შეიძლება ლაშქრობაზე წავიდე, ან შაბათ-კვირას მაინც. და გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანს კიდე დავრჩა ჩიანგმაიში. ვაპირებდი პაიზე არა პაიში წასვლას, რომელიც არის სოფელი, მაგრამ ეგ გადავიფიქრე. და მე მოგიყვებით მოკლედ. დაიწყო ამ კვირის ვლოგი. მაღაზიას ვეძებდი და ანუ ყველა ვიდეოს ჩავთავ თუ არა ვიკარგები. ეს coworking სივრცეც არ მიჩვენებია თქვენთვის, ძალიან საყვარელია, სხვათა შორის უბრალოდ ცვირია. დაახლოებით 50 ლარი ღირს ერთი დღე. რო იყო დილიდან საღამომდე. აქ ცოტა შეგათვალიერებიდებს ქალაქის ხედებს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ღმერთო, ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი. ერთ-ერთ დღეს წავედი დეკატლონში, იმიტომ რომ როდესაც მოგზაურები ლაპარაკობდნენ ხოლმე, რომ აი დეკატლონში ვიყიდე და სულ მაინტერესებდა რა ჯანდაბა ეს დეკატლონი ხო და შევაბიჯე და კი მოლაშქრეების 64 ნამდვილად არის. ხო და ვიყიდე სანდლები, ქუდი, ბოთლი, რომელიც მე ავტობუსში დამრჩა და მგონი კიდე რაღაც, მაგრამ სანდლებით ძალიან კმაყოფილი ვარ. დღევანდელმა ჩემმა მუშაობამ შეადგინა მგონი 6 საათი. I'm here.
რატომღაც დავიწყე მაჩა ლატეს დავლევა, რომელიც არ არის ყავა, ანუ ლატე რა შუაშია. დიდად კარგი არ არის, მაგრამ არის მოყიერი და დღეს არაფერი არ მიჭამია და არის უკვე 4-7 საათი, 8:30 და ეხლა მინდა რომ გავიდე და რამე ვჭამო. და მერე წავიდე ბარში. და ხვალ არის კვირა. ხვალ ვმუშაობ იცით რამდენ საათს? 0-ს. ან 0-ს. ან 0-ს. იმიტომ რომ ხვალ მთელი დღე უნდა ვიბოდიაო ქალაქში და გადავიღო ფოტოები და აღმოვაჩინო ადგილები. იმიტომ ხვალ კარგი დღე გვექნება. მაგრამ დღეს ბარსაც გაჩვენებთ. დღეს სხვანაირ ბარში მივდივარ, ანუ იმაში არ რომელშიც დავდივარ ხოლმე. ჯაზ ბარში, მაგრამ მეორეც ჯაზ ბარია მგონი. ხო და let's see. ის მეორე ბარი დიდად არ მომეწონა, ამიტომ გაჩვენებთ იმ ბარის კადრებს, რომელიც მომწონს, ანუ პირველის. გამოიცანით დღეს რა დღეა? დღეს არის კვირა, მაქვს სრულად გარეთ ბოდიალის დღე, კომპიუტერს ვტოვებ სახლში, ხელს არ გავანძრევ არც ერთ საქმეზე. არა ჩემი კურსის რაღაცები, მესიჯები მაქვს საპასუხო, მაგრამ ოკეი, მაგას გავაკეთებ ჭამის დროს. მაცვია მაქსიმალურად კომფორტულად, wait, ეს დაგანახებთ. ჩემი ახალი სანდლები. მაცვია მაქსიმალურად კომფორტულად, რო დიდხანს შევძლო გარეთ ყოფნა. და პირველი რაც არის ძალიან მშია, იმიტომ რომ გავიღვიძე კატასტროფულად გვიან, საშინელად ცხელო და მე ისევ ჩამეწინა და მოკლედ ეს არის საბოლოო გაღვიძება. და ეხლა უნდა წავიდე საჭმელად და მე რამდენიმე ტაძარი მაქვს მონიშნული, რამდენიმე რა 1-2 მუზეუმი და let's see, რას ვნახავთ დღეს. აქედან წავედი საჭმელად იმ პატარა რესტორანში, რომელიც ჩემმა მეგობარმა სემმა მასწავლა, რომელიც აქ გავიცანი და რომელსაც ძალიან მალე ვნახავ ვიეტნამში. მერე წავედი და ვნახე ტაძრები, ულამაზესი ტაძარი ვნახე, მაგრამ ტელეფონმა გამიჭედა და ვერც ვერაფერი ვერ გადავიღე და ვერც ვერაფერი ვერ გაჩვენეთ. გზაში შემხვდა ვიღაც ტიპი, რომელიც მიყურებდა და ცოტა მეუცნაურა, მაგრამ მერე დამეწია და მკითხა, შენ საქართველოდან ხარო? მე კი, შენი დროშა ვიცანიო, ძალიან მიყვარს საქართველო, ვიყავიო და ძალიან საყვარლობა იყო. მაგრამ როგორც გითხარით, ვერაფერი ვერ გაჩვენეთ, იმიტომ რომ ტელეფონმა გამიჭედა, მგონი სიცხეზე გადახურდა, არ ვიცი, ამიტომ გავაგრძელოთ იქიდან, რაც გადავიღებ. მეძინება. და ჩეკაუთი მაქვს. მაგრამ წესით ძალიან კარგ ჰოსტელში მივდივარ. სახეზე გამომაყარა, არ ვიცი რატომ. რეალურად აქ წყალი ძალიან მომიხდა. That's it. Another day, another checkout. Yay! ახალ ჰოსტელში მოვედი, რაც მქონდა დაჯავშნილი და დაჯავშნილი მქონდა Medmonkey-ის ჰოსტელი, რომელიც მე არ ვიცოდი, რომ თურმე ამ ტიპის ჰოსტელები არის ფაქტობრივად party ჰოსტელები, ანუ მთელი ღამე ხმაური და მთვრალი ხალხი გარშემო. და კიდევ კარგი მეგობარმა მითხრა და მალევე გავაუქმე, მერე ვეძებე საწავიდე თქო და ცოტა ძვირიანი, მაგრამ private room-ი ავიღე. ძალიან ლამაზი ადგილია, რო დავჩექინდები, ახლა ველოდები და რო დავჩექინდები, მე დაგათვალიერებინებთ. არის ძალიან დიდი აუზი უკან და ალბათ მაგიტომაც უფრო გადავწყვიტე და იმიტომ რომ private room-ი მინდოდა ცოტა დავისვენებ. და თან გაჩვენებთ მე სასტუმრო როგორია. ესეთი არის წინა ეზო, საიდანაც შემოვედით. აქედან შედიხარ. არ ვიცი სადაა ჩემი ოთახი. აქ მუშაობაც თავისუფლად შეიძლება. ნელ-ნელა ვსწავლობ რაღაცებს მოგზაურობაში. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასტუმრო ცოტა ძვირი და მიჯდა, ამ სასტუმროში შესაძლებელია, რომ დავჯდე და ვიმუშაო მშვიდად, შესაბამისად მე ვზოგავ coworking-ის pools. და სხვათა შორის ბევრად უფრო ძვირია coworking-ში, რომ ერთი კვირა გამეტარებინა უნდა გადამეხადა დაახლოებით 5000 ბატი. რაც ბევრია და მთლიანად ამ სასტუმროში გადავიხადე 3000 ბატი თუ 3000 რაღაცა.
Okay. წავედით სადღაც იქით არის ჩემი ოთახი აუზის უკან. Let's see what we have. აუ ძალიან ლამაზია. ჩემი აზრით საერთოდ არა ძვირი იმისთვის რაც არის. Kinda cool. ეხა მაქვს წესით სამუშაო, მაგრამ ჩემი აზრით ეგრევე მგონი აქაა ჩემი ოთახი. ჩემი აზრით ეგრევე აუზში ჩავალ. ანუ ძალიან დაბდურა ვარ, ვერ ვიპოვე ოთახი. Maybe მეორე სართულზე? Okay. Let's see. მეორე სართულიდან უფრო ლამაზია. Little room. მოკლედ ესეთია. Norm. წავედით ეგრევე აუზზე, ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე. თითქოს ცურვა ვიცოდე. ღამის 8 საათია და მე პატარა სამუშაო მაქვს, რა თქმა უნდა და შოქი და ერთი კოღო სადღაც აქ. როგორც ხედავთ, რაღაცების გადაღება კიდევ გამომრჩა და გთხოვთ არ მკითხოთ როგორ აღმოჩნდით პირდაპირ ჩემს ლაშქრობაზე. უკანეს ორი გოგო ჩემს წინა ჰოსტელში გავიცანი, დანარჩენი ბიჭები ბრიტანელები არიან, ამიტომ მე მჭირდება სუბტიტრების ხოვრებაში, რომ მათი გავიგო. Oh, it's a danger. A danger! Yes! Oh, how dangerous. Yeah. ეს არის ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სალაშქრობილი კი Monk's Trail, ანუ ბერების გზა. და უბრალოდ გაჩვენებთ რა სილამაზეები იყო მუსიკის ფონზე და ჩემი ბლუდუნის გარეშე. უკვე ის დავიღალე. დედაშვილს არა იყვანს. ძალიან დიდი აღმართებია მოვიარეთ. უფრო დიდი წინარე. ანუ ქალო. დაჯექი სასტუმროში რა აუზი გაქვს დაეტიე. ძალიან ცხელოდა და სრულიად უჭმელი ვიყავი. ამიტომ მე უკან წამოვედი. ამ გზიდან, იმიტომ რომ ძალიან აღმართები იყო და რთული გზა. რაღაც მომენტში რუკა მაურია და მეგონა რომ დავიკარგე. მაჩვენებდა რომ სადღაც ჯანდაბაში ვიყავი. ქუჩის ხმა კი მას მოდა და ქუჩის ხმას გამოვყევი, მაგრამ fuck. Not easy, dude, not easy. კიდევ ერთი უხერხულობა, იმიტომ რომ რაღაცების გადაღება აშკარად გამომრჩა და ეხლა უკვე ამ სასტუმროდან მივდივარ, ეს არის ჩემი ჩეკაუთის კადრები, იმიტომ რომ საყვარელია და დავტოვე რატომაც არა და აქედან კიდევ ახალი ამბავი იწყება. წავედი.
ამ სასტუმროდან. და საერთოდაც მივდივარ ერთ-ერთ სოფელში, ჩიანგრაიში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო იქნება სრულყოფილი ვლოგი და გადავიღებ იქ ყოფნის მთელ 7 დღეს. დღეს არის 1 მარტი, 7-ში მაქვს ჩეკაუთი. მაგრამ რა სასტუმროც დავჯავშნე. ეგ არის ცოტა ესეთი რა, ანუ არ არის ძალიან იაფი. დავნახე ძალიან იაფებიც, რომელიც რა თქმა უნდა შესაბამის კონდიციაშია. და მე ხა ვფიქრობ, დორმში მინდა დარჩენა თუ მარტო ოთახში. იმიტომ რომ მარტო ოთახები ძალიან მომწონს. იმიტომ რომ კომფორტულად ვარ მარტო ოთახებში. ხო და არ ვიცი, გზაში მოვიფიქრებ. ეხლა არის დილის 11 საათი. უნდა ვჭამო, იმიტომ რომ ის საშინელად მშია, დავლიო ყავა და 15-ზე მაქვს გასვლა რა. ავტობუსით. ხო და ვიცი რა იქნება და როგორი გამოვა ეს ვლოგი. უკარგეს სასტუმრო იყო სხვათა შორის უბრალოდ ძალიან ბევრი კოღო. წავედი ხა ვჭამო. ამ სასტუმროსვე ეზოში, აი გამოსასვლელში არის პატარა რესტორანი და ძალიან გემრიელად ვჭამ ხოლმე აქ ბრინჯს და დავჯდები ახლა აქ გავხსნი ლეპტოპს თან ვიმუშავებ და თან მოვიტან ყავას. შევალ აქ. რა შეიძლება და მომხდარიყო თუ არა ის რომ ავტობუსი გავმაზე. იმიტომ რომ ჩასვლის დრო მქონდა 15 საათი და მე მეგონა რომ გასვლის დრო იყო 15 საათი, ესე მახსოვდა და 2 საათზე შევამოწმე ჩემი ბილეთი, რომელზეც ეწერა რომ ჯიგაროთ 11-ზე უნდა გასულიყავი. ხო და ამიტომ დავჯავშნი ახალი ბილეთი. ავტობუსი, ვაიმე საშინლად ბევრი ბუზია და წეღან ვიდეო ჩავწერა, ძროხასავით ვიქნებდი ამ ბუზებს. ხო და მოკლედ ცოტა გვიან ჩავალ ჩიანგრაიში და გვიან დავჩექინდები. ვზივარ ახლა რაღაცებს თან ვმუშაობ, ვიდეო დავამონტაჟე TikTok-ისთვის, ხალხი ძალიან დიდი ხანია მეკითხება ფასებიო და როგორც იქნა თავი მოვუყარი, იმიტომ რომ მე ხო მენეჯმენტი არ გამაჩნია ფულის, მოკლედ ბევრს ვლაპარაკობ, წავედით. ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია რაც აქ ვარ და რასაც დავაკვირდი, ანუ უკვე 9 საათია გადაცდა 9-ს და ტაილანდში 9 საათზე ყველაფერი ღია არის ძალიან არანორმალური, ანუ 6-7 საათზე იკეთება ყველაფერი. ხო და რაღაცა ეს ქალაქი ცოტა შოპინგ სივრცე არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაღაზიებია. ანუ რაც დავაკვირდი ახლა რა, ამიდან ავტობუსიდანაც შევხედე და ვაიმე ამ დროს ქუჩაში სიარული, ბანგკოკშიც მეშინოდა და იმაშიც რა ქვია, ჩიანგმაიშიც და აქ ანუ ღვიძავს ყველაფერს და ყველას. ვაიმე შარვალი უნდა ვიყიდო რა. აი ხა 300-300-ით დავატრიალებ და ყველგან რაღაც იყიდება. ანუ ყველაფერი ღია. ღმერთო, ეს არის ძალიან უცნაური ტაილანდისთვის, იმიტომ რომ ყველგან ყველაფერი ძალიან ადრე იკეტება. ნუ ღამის ბაზრობები არის ხოლმე, მაგრამ ღამის ბაზრობები რო არის, ზუსტად მაგიტო იკეტება ყველაფერი ძალიან ადრე. ვაუ! კარგი 5 დღე მელის. მოვედი ჩემს ჰოსტელთან. აი ეს არის. კარგად გამოიყურება გარედან. შიგნიდანაც არა უშავს დაიჯდომება იმუშავება. აჰა, კი. ეს არის ჩემი საწოლი. საკმაოდ კარგი ჰოსტელია, ძალიან სუფთა და ან ფაქტობრივად რაც მქონდა დაჯავშნილი იმაზე ნახევარფასად ავიღეს და ძალიან კაია, მომწონს. ან ძალიან მშვენიერი საბაზანოები და ტუალეტები და რაც მთავარი ძალიან ცუდად ჩანს ვიცი, მაგრამ
გამოყოფილია კაცების და ქალების ბოლო ჰოსტელში, არ იყო მას. Ძალიან და გამოვედი საჭმელად. 10 საათია და ისევ ყველაფერი ღია აბსოლუტურად. ძალიან ცნობილია ეს ჩემთვის. და რა თქმა უნდა, ჩემს საჭმელს მოვაგენი. მე იტალიაში ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ძალიან ძვირი არ არის, ნუ ძვირია ტაილანდის ყვალობაზე, მაგრამ ძალიან ძვირი არ არის და ეხლა რამის შევჭამ. Thank you so much. Oh my god. Enjoy your meal. Thank you so much. ამ ჭამის მერე სასტუმროსთან ვიდექი, როცა ერთი გოგო და ერთი ბიჭი მოვიდნენ და უიშენო ჩვენ სასტუმროში არ ხარო, წეღან დაგინახეთო და წამოდი შემოგვიერთდი, დასალევ თამაშზეო ხო და შევუერთდი რაღაცის სახურავზე ვიყავით. მე რამდენიმე გავხდით, უცებ შემოგვიერთდნენ, მე ვიცეკვეთ და ეს დღე დავამთავრე სადღაც ბორდიურზე, ჭამდით რაღაცებს. დესერტებს და სენდვიჩებს და ვლაპარაკობდით რის გამო ვართ მადლიერი ცხოვრებაში. ხო და მოკლედ ეს იყოს ამ ვლოგის დასასრულიც და შემდეგი ვლოგიც მგონია რომ უფრო საინტერესოდ შეიძლება იყოს.